მართალია, ომის პირველ პერიოდში რუბლი გაუფასურდა, მაგრამ 2022 წლის ივლისში ის იმაზე მეტად გამყარდა, ვიდრე ომის დაწყებამდე იყო. ამავე წელს რუსეთის ეკონომიკა რეცესიაში შევიდა და მთლიანი შიდა პროდუქტი 1,44%-ით შემცირდა. თუმცა უკვე 2023 წლებში სწრაფად აღადგინეს ზრდის ტემპი და 4,1%-იან მატებას მიაღწია. ამ მაჩვენებლებით რუსეთი ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი მსხვილი ეკონომიკაა და შეერთებულ შტატებსა და ევროკავშირსაც კი აღემატება. მაგრამ როგორ შეძლო რუსეთმა ეს და შესაძლებელია თუ არა ამ ტემპის გრძელვადიან პერსპექტივაში შენარჩუნება? რუსეთს ერთ-ერთი უმსხვილესი ნავთობისა და გაზის მარაგი აქვს მსოფლიოში და დღეში დაახლოებით 10 მილიონ ბარელზე მეტ ნავთობს აწარმოებს, რის გამოც ის მსოფლიოში სიდიდით მესამე მწარმოებელია შეერთებული შტატებისა და საუდის არაბეთის შემდეგ. შესაბამისად, ნავთობის გაყიდვებიდან რუსეთის ბიუჯეტში მნიშვნელოვანი შემოსავალი შედის. ნავთობის გაყიდვებთან ერთად კრემლმა საკმაოდ გონივრული მონეტარული პოლიტიკა გაატარა ეკონომიკის სამართავად. ომის შემდეგ რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა საპროცენტო განაკვეთი 9,5%-დან 20%-მდე გაზარდა, რაც რუბლში დანაზოგების შენახვას უფრო მომგებიანს ხდიდა. ამ ნაბიჯმა კრემლს საშუალება მისცა შეეჩერებინა კაპიტალის მასობრივი გადინება ქვეყნიდან. ამასთან ერთად მთავრობამ დააწესა მკაცრი ლიმიტები უცხოურ ვალუტაში კონვერტაციაზე. აუკრძალა უცხოურ ინვესტორებს რუსული აქტივების გაყიდვა და აიძულა ექსპორტიორები თავიანთი უცხოური ვალუტის შემოსავლის 80% რუბლში გადაეყვანათ. მაგრამ მსგავსი ეკონომიკური მიდგომა შეიძლება იყოს არასტაბილური და გრძელვადიან პერსპექტივაში ზიანის მომტანიც. რუსეთის სამხედრო სექტორის ბუმი ასევე ქმნის შთაბეჭდილებას თითქოს ქვეყნის ეკონომიკა წარმატებით ფუნქციონირებს. 2024 წლის აპრილში, როცა რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ ტანკების საწარმო მოინახულა, მან თავი არა გეგმის შესრულებით, არამედ მისი გადაჭარბებით მოიწონა. ასევე ხაზი გაესვა, რომ ერთ წელიწადში 1200 ახალი თანამშრომელი აიყვანეს, რომლებიც მონაცვლეობით პრაქტიკულად შეუსვენებლად მუშაობენ. ასეთი წარმოების ტემპის შესანარჩუნებლად ბუნებრივია, საჭიროა დიდი რაოდენობით კადრი. სწორედ ამ ტენდენციის შედეგია ისიც, რომ თავდაცვის ინდუსტრიაში ომის პერიოდში დაახლოებით 9 მილიონი ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა, ხოლო ათასობით პოზიცია დაემატა უშუალოდ შეიარაღებულ ძალებში. Business Insider-ის მიხედვით, რუსი ჯარისკაცების ოჯახებზე გათვლილი დანახარჯები რუსეთის მთლიანი ბიუჯეტის 6%-ს წარმოადგენს. შედეგად, რუსეთის ოფიციალური უმუშევრობის მაჩვენებელი დაახლოებით 2,5%-მდე დაეცა. რაც ერთი შეხედვით დადებითი მოვლენაა, მაგრამ რა ხდება ამ დროს ეკონომიკის სხვა ნაწილში?